თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ მოსამართლის გადაწყვეტილებით, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკამელიას კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება. მან მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკამელია დამნაშავედ ცნოდა 1 წლითა და 6 თვით შეუფარდა მას პატიმრობა. ნიკამელია დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა, თუმცა უფლებადამცველები და რა თქმა უნდა ნიკამელიას ოჯახის წევრები მხარდამჭერები ესწრებოდნენ დღევანდელ პროცესს. გიორგი, შევაფასოთ პირველ რიგში გადაწყვეტილება წელიწადი და 6 თვე. თუმცა მოსამართლეს დღეს არ უთქვამს დანაშაულის ერთობლიობაზე არაფერი, მაყურებელს რომ შევახსენოთ, რამდენი ხნის გატარება მოუწევს ნიკამელიას საპატიმრო დაწესებულებაში დამატებით. მოსალოდნელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება, ჩვენ არაერთხელ აღნიშნავს, რომ იქნება მიღებული ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ხელისუფლება, როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვეტა, რომ ნიკა უნდა დარჩეს ციხეში. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ნიკა ამჟამად სასჯელს იხდის კომისიაზე, ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო და აღნიშნული სასჯელის ვადა მას გაზდიოდა იანვარში, მას უნდა დაეტოვებინა საღჟირახსოვრების დაწესებულება იანვარში. დღეს კი სასამართლომ მიიღო საკმაოდ კაცრი გადაწყვეტილება, ხელისუფლებამ გადაწყვეტა, რომ ნიკა უნდა დარჩეს საპყრობილეში, როგორც ჩანს არაწყობთ აქტიური პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერი იყოს თავისუფლებაში, ამიტომაც აი ამ მუხზე ფაქტობრივად მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეს ნიკას, წელიწადზე და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და უბრალოდ ათვლა დაეწყო იმ დღიდან, როდესაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ამ კონკრეტულ საქმეზე. ანუ 2025 წლის 20 ივნისიდან. შესაბამისად წელიწადი და ფაქტობრივად დღეს მდგომარეობით გვერდზე გავიგე, მე დაგაფრთხილე თავიდან რა, გვერდზე გადავიდა. შესაბამისად გამოდის, რომ ნიკამ დამატებით წელიწადი და 2 თვე უნდა გაატაროს საპყრობილეში. ეს არის ძალიან სამწუხარო. როგორც ყველა სხვა საქმეში ჩვენ შევეცდებით აღნიშნული განაჩენის, რომ მას შემდეგ რაც ჩაგვარდება გავასაჯურო სააპელაციო ინსტანციებში, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ სამართლებრივი არგუმენტაცია მსგავს საქმეებში არის მეორე ხარისხოვანი. პირველ ხარისხოვანია ის, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ხელისუფლება კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან მიმართებით და დღეს იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნიკამელია უნდა დარჩეს ციხეში და იგი არ უნდა გათავისუფლდეს იანვარში იმ აბსურდული ბრალდებისთვის, ასე ვთქვათ, სასჯელის მოხდის შემდგომ, რაც გულისხმობდა კომისიაზე არ გამოცხადებას. ეს არის და ეს. მადლობა. დიდი მადლობა გიორგი კონდახიშვილს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში, რომელიც არის ნიკამელიას უფლება დამცველი. თქვენ მოისმინეთ, ისინი აფასებენ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად, რადგან არ არსებობდა ამ საქმეში დაზარალებული პირი. ნიკამელიას მამა ესწრებოდა, როგორც გითხარით, პროცესს, რომელიც შეაფასებს დღევანდელ პროცესს. ბატონო ანზორ, დღეს თავად ნიკა არ ესწრებოდა პროცესს, თუმცა ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ბოდიში მაყურებელს ვანახებ, რომ სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს, რომლის პროცესზეც გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. დაუბრუნდებით ისევ ბატონ ანზორ მელიას. ბატონო ანზორ, წელიწადი და 6 თვე, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა მოსამართლემ 1 წლითა და 2 თვით მოუწევს ეხლა ნიკას პატიმრობაში ყოფნა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ელოდებოდით, რომ იანვარში ნიკა დაბრუნდებოდა სახლში? არ ველოდებოდი. რას ისა მოსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს მოსალოდნელი იქნება, მაგრამ მე რა ეშველებათ ამ მოსამართლეებს მეწოდებიან ესენი. როგორ კაცო წყალი რატომ შეასხა, გიჟი კი არ არის ნიკა, მიიყვანეს იმ დონემდე, მოსამართლე არ უსმენდა ნიკა რომ უყვებოდა როგორ გაიტაცეს. და ნიკამ კარგად ახსნა, რომ ეს მოსამართლის მიმართ არ იყო წლის შესვლა, ამ სისტემის მიმართ იყო და სამართალი საქართველოში არ არის. ივანიშვილი მოეგოს გონს, მაგას 2012 წელს მეც ვაძლევდი ხმას და ყველაფერი, რამდენი ხალხი ემადლიერებოდა, როგორ მოწიწებით ლაპარაკობდნენ და დღეს ვერ გამოდის ქუჩაში და იყოს ამ შუშებიან იმებში სასახლეში. როდემდე გაძლევს იმასაც ნახავთ. ნიკა თავის სიტყვას
საქართველოსთვის იტყვის აუცილებლად. დიდი მადლობა ანზორ მელიას უსმენდით პირდაპირ ეთერში გადაწყვეტილება უკვე მაყურებლისთვისაც არის ცნობილი წელიწადი და 6 თვე მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე სწორედ ასეთი სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა რამდენიმე წუთის წინ საქაოქო სასამართლოს მოსამართლეს და რადგან ნიკა მელია უკვე იმყოფება სხვა საქმეზე პატიმრობაში მას 1 წლითა და 2 თვით მოუწევს დამატებით პატიმრობაში ყოფნა.